ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რა კი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ მას. ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული კარვობისა. მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს მას: წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რა კი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთის სოფელს. რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. ამაზე იესომ უთხრა მათ: ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი მუდამ მზადაა. წუთის სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება. მე კი ვძულ ვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით იმ დღესასწაულზე. მე კი ჯერ არა ვალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა. ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში. მაგრამ როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, ხოლო არა გაცხადებულად, არამედ ფარულად. იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ: სად არის? ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე. ერთნი ამბობდნენ: კეთილია იგი. მეორენი კი ამბობდნენ: არა, ხალხს აცდუმებს. ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ. მაგრამ შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: და როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლია? მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი არა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისინება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისაგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ. ვინც თავისით ვლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. განა მოსემ არ მოგცათ რჯული, მაგრამ არც ერთი თქვენთაგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად? მიუგო მას ხალხმა. ეს მაგია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად? უთხრა მათ იესომ: ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანა და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაერღვეს, მე რაღაც მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი მთლიანად განკურნე. ნუ განსჯით შეხედულებით, არამედ სამართლიანი მსჯავრით განსაჯეთ.